მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. ჩვენთან დღეს სტუმრად არის კომპანია Wendy's-ი. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. სხვათაშორის პირველად არის შემთხვევა, როცა CEO და მარკეტინგის ხელმძღვანელი მოკლედ ერთად არის ჩვენს პოდკასტის სტუმრად. ლექსო შენგელია, Wendy's საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გივი გვეტაძე, Wendy Dunkin-ის და Subway-ის აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა გიორგი, კარგად, მადლობა. დავად როგორ ხარ? კარგად. გიორგი, გამარჯობა. მადლობა. იცი რა არის, ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს ფორმატი, ეხლა რაც ჩვენ დღეს აქ გვაქვს და მინდა რომ ვისარგებლო ამ მომენტით და მაქსიმალურად აი ამ ურთიერთობაზე, ქიმიაზე, პროცესზე, ყველაფერზე გასაუბროთ მოკლედ და იმედია რომ გუწრფელად ჩაივლის ყველაფერი და არ დაზოგავთ მოკლედ ერთმანეთს და ძალიან ღია იქნება ეს ყველაფერი. პირველი რასაც ვეკითხები ხოლმე ჩვენთან სტუმრებს არის, როცა კომპანიები მოდიან და თავიანთ მარკეტინგულ სტრუქტურაზე საუბრობენ, წყობა, ანუ რა სტრუქტურისგან შედგება, რა პროფესიის ადამიანები არიან და რა საჭიროება გაქვთ, იმიტომ რომ Wendy შეიძლება თვითონ განსხვავებული არის ხა იმ კომპანიებისგან, რა კომპანიები ჩვენთან ყოფილან სტუმრად და შინაარსობრივადაც შეიძლება რაღაცა სხვანაირად სჭირდება ამ ინდუსტრიას მარკეტინგის კეთება და რომ მოგვიყვეთ თქვენ გუნდზე. ცოტა შორიდან დავიწყებ. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში Wendy's-ის მარკეტინგის გუნდმა ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა და ალბათ დღევანდელ სტატუსზე საუბარს უფრო საინტერესო იქნება, საიდან დავიწყეთ. Wendy's-ის გუნდს სულ რაღაც 2 წლის წინ შევუერთდი და მაშინ ორი ადამიანი იყო Wendy's-ის მარკეტინგის გუნდში, რომელიც გადასარევად ართმევენ საკუთარ ბიზნესს და დავალებებს თავს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის წინაშე უფრო დიდი ამბიციური გეგმები იდგა, შესაბამისად გუნდიც ამ გეგმებს უნდა მიყოლოდა. დღეს ორი ოთახი არიან უკვე Wendy's მარკეტერები. აი რა გაიშედა, ორი ოთახი მარკეტინგის გუნდია. მარკეტინგის გუნდი არის შემდეგნაირად დაკომპლექტებული, რომ არის ორი ბრენდ მენეჯერი, რომელსაც განაწილებული აქვს ზოგს რაღაც კონტენტის მიმართულება, ზოგს გარე რეკლამის მიმართულება, მაგალითად, ზოგს დელივერის მიმართულება, ზოგს აპლიკაციის მიმართულება და ასე შემდეგ. ყავს ასევე ორი გრაფიკული დიზაინერი, ყავს ასევე motion დიზაინერი, რომელიც სამივე ბრენდზე არის, ესე ვთქვათ, პასუხისმგებელი. ყავს ასევე დიჯიტალის გუნდი, შიგნით, აქამდე სააგენტოები გვემსახურებოდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამი ბრენდი ვართ. ცალსაკი კი ვართ, თუმცა ერთ ჭერქვეშ ვართ, ამიტომ გჭირდება ერთი ადამიანი ყავს, ორი ადამიანი ყავს დიჯიტალის გუნდში, რომელიც მთლიანად დიჯიტალის პერფორმანსი არის პასუხისმგებელი და კამპანიების მიხედვით უკვე ვირჩევთ რომელ სააგენტოსთან ვითანამშრომლობთ. იდეალური სამყარო ვიცით როგორი არის, ზოგადად მსგავსი დიდი ბრენდებს, ერთი სააგენტო ყავთ, ერთი სააგენტო, ერთი მედია სააგენტო, ერთი კრეატიული სააგენტო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მათთან მუშაობენ და ისინი მოგეგმავენ მთლიანად მარკეტინგულ აქტივობას, ასევე მედია პლეისმენტს ნებისმიერ არხში. თუმცა დღევანდელი ჩვენი მოცემულობა ეს არის. ამიტომ თქვი, რომ აუცილებელია ვთქვათ, რომ საიდან დავიწყეთ. დავიწყეთ მართლა მინიმალური მოთხოვნებიდან, რაც აუცილებლობა იყო. მაგრამ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ, ძალიან ახალგაზრდა და ახალი გუნდი ყავს, რომელმაც კომპანიაში ძალიან ბევრი ახალი იდეა, ახალი ენერგია, ახალი ესე ვთქვათ, სისხლი შემოიტანეს, რომელიც ძალიან მაგრად ჩქეფს და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა დრო ჭირდება გუნდსაც, რომ რაღაც გაითავისოს ბიზნესი, მიხვდეს ზუსტად საჭიროებას მომხმარებლის და ეს ახალგაზრდა გუნდი თავის საქმეს აუცილებლად იტყვის. მე ბარაღამ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვიტყვი, ეს არ ეხება მხოლოდ Wendy's, ეს არის სამი კომპანია, სამი ბრენდის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია, როგორც კი ვიმაგრიშა. ორი ოთახი გუნდა, ორი ოთახი ვერ ვეტევით და ძალიან პატარა მაგიდებზე გადავდივართ, მცირე ზომის მაგიდებს. საინტერესო პროცესი არის. პროცესი არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა შენებას ვიწყებთ რა და რაღაცა ეს რაღაც სწორი ფორმულა არავის არ მოუწია ჩვენთვის, რომ აი ესე უნდა იყოს.
ნელა ვითარდებით, ნელა ვიზრდებით და კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ იმას, რომ ეს გუნდი დარწმუნებული ვარ თავის ადგილას ძალიან მალე იტყვის. იქიდან გამომდინარე ყველაფერი მაინც ადამიანზე არის დამოკიდებული. კი ბატონო. გივი, რა სიტყვი შენ ბევრად დიდი გამოცდილება გაქვს წლების მანძილზე ამ ბრენდებთან ყოფნის და შენი ჩართულობა ამ ნაწილში როგორია და ეს ორი ოთახი გასაგებია, მაგრამ პატარა მაგიდებიდან არ ჯობია რომ მესამე ოთახი მიამატოთ ამ ადამიანებს. მე დავიწყებ იმით, რომ ერთი რომ ჩვენი ყავით მოვედით. ხო, ეგ მინდოდა აღმენიშნა, რომ და გავიწყდა შენ. თქვენი ყავით ხართ მოსულები და წარმოდგენილები. შენ შემყავასო, მომოთ ის დანკინის ყავა და მე ხა ამჯერად ვენდის. მე ვერ უღალატე რა ვქნა. ხო, ვენდის ყავით მოვედი და დილის დაწყება ყავით ყოველთვის კარგი არის. რაც შეეხება მარკეტინგს, მართლა ისე გაიზარდა ვენდის მარკეტინგის გუნდი იმ რაოდენობამდე და იმ ხალხამდე, ვინც ახლა ყავს, რომ აი მართლა რთული წარმოსადგენი არის, იმიტომ რომ ახლა ყოველდღე მაგაში ხარ ჩართული და ამაში იხარშები, ესე ვერაცნობიერებ იმას, რომ ორი ადამიანით დაწყებული გუნდი დღეს არის გაცილებით ბევრი და მართლა ორი ოთახი არის. დიზაინერები, სააგენტოს ფუნქციებიც მთლიანად შეგნით შემოვიტანეთ, რა ის შემოტანა შეიძლებოდა. და თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ძალიან ეფექტურად აკეთებენ ამ საქმეს. და ლექსომ რო თქვა მაგაზე დავეთანხმები, რომ სწორი ფორმულა არ არსებობს არაფრის. ეს არ არის ზუსტი მეცნიერება და მათემატიკა. ერთადერთი სწორი ფორმულა არის მოქმედება, შედეგის გაზომვა და მერე რეაგირება, რაღაც არ მოგწონს, რაღაცას თვლი აუმჯობესებ, მოგწონს, ძლიერ საძლიერებ და ასე შემდეგ. სხვანაირად არ გამოდის და არავის არ აქვს მე მგონი სწორი ფორმულა, ზუსტად რა უნდა გააკეთო, ერთადერთი არის უნდა იმოქმედო. და მერე გაზომო და მერე გააკეთო რეაგირება. და ამას ვაკეთებთ როგორც ვენდიში, ასევე დანკიში და საბოიში. რა საბოიზე ცალკე ვისაუბროთ, მერე კიდე მოვალ შენთან მაგაზე შევთანხმდეთ. კი, ჩავნიშნოთ ეგ ეპიზოდიც. მაგაზე სასაუბროთ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ მარკეტინგში ყველას ვინც არის, მე ხა აი ცნობის დონეზე ვიტყვი, რომ ყველა ხედავს აი რაღაცა ზედასურათს ბრენდი სად არის, სად მიდის, სად იყო 1 წლის წინ, სად იყო 2 წლის წინ და საით უნდა წავიდეს რა. ეს ხედვა ლექსომ ძალიან კარგად ესე ვთქვათ, ჩაუნერგა თავის თანამშრომლებს და თავის გუნდის წევრებს და იციან, რომ აი სად უნდა იყოს ბრენდი რაღაც პერიოდში რა და როცა ესეთი ზედა ხედვა გაქვს პროცესების რა ბრენდი ხარ, რა ფილოსოფია აქვს ამ ბრენდს, სად მიდიხარ და ასე შემდეგ, მერე გაცილებით მარტივია იმ ბიზნესკენ სიარული. ხო და ეს ლექსომ გააკეთა და ძალიან კარგი არის, რომ ეს სისტემატიზებულად ხო, ნუ სტრატეგიული ნაწილი. თუმცა სანამ გადავალთ შემდეგ ეტაპებზე, ესეთი ის მომესმა რა და მინდოდა ამაზე მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენს პოდკასტს აქტიურად უყურებენ სააგენტოებიც და ძალიან საინტერესო პოინტი არის ჩემი აზრით. თქვენ გიმუშავიათ სააგენტოებთანაც და შემდეგ გადაწყვეტეთ, რომ შიდა გუნდში გადმოგეტანათ უკვე ეგ მოცემულობა. ძალიან საინტერესოა ეგ გამოცდილება, რომ შევადაროთ რა გამოცდილება არის, როცა აუთსორსზე გემუშავება დიჯიტალის ნაწილში გუნდი და რა გამოცდილებაა, როცა შიგნით არის და თქვენი ტიპის ბიზნესისთვის რატომ არის სიტყვაზე ეგ მნიშვნელოვანი, რომ შიგნით ყოფილიყო. ხო, რომელია კარგი და სწორი და ეფექტური, ალბათ ძალიან დამოკიდებულია იმაზე, იმ მომენტში და იმ დროს რა საჭიროებები დგას. ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ გვერჩივნა შიგნით ყო დიჯიტალის გუნდი, იქიდან გამომდინარე, რომ სამი კომპანია გვაქვს, სამი კომპანიას ვაერთიანებთ ეგრე შევხედოთ, ამიტომ ეფექტური იყო, რომ დიჯიტალ გუნდი შიგნით ყოფილიყო მით უმეტეს. ან უფრო სწრაფი არის, ხო, ყოველდღიურად ძალიან ჩათვალე გვერდზე გიზის ადამიანი, რომთანაც ეგრევე შეგიძლია იკითხება ის კამპანია რა შევა, რომელია რაღაცა სად შეიძლება რაღაცას მოვამატოთ, ან სად შეიძლება რაღაცას დავაკლოთ, აი ეს ძალიან ხელმისაწვდომი არის ეს ყველაფერი და როდესაც გარეთ არის გატანილი,
იცი რა არის ხო ეგეც შეიძლება სწრაფად იყოს და ეფექტური იყოს მაგრამ ერთი არის რაღაცა შედეგი მეორე არის ეს რა ღირს ხო ყველაფერს თავისი ფასი აქვს ესე ვთქვა და შესაბამისად თუ შევხედავთ იმას რომელი არის უფრო ეფექტური კომპანიიდან გამომდინარე ხო და მიზნებიდან გამომდინარე ჩვენ დღეს აქ ვართ რომ ეს გვირჩევნი იმიტომ რომ სამი ბრენდი გვაქვს რატო უნდა ყავდეს გარეთ გატანი, როდესაც შეიძლება ადამიანების გუნდი ყავდეს, რომელებიც უფრო უკეთესად მართავენ. ეს იაფიჯდება და უფრო ხო იაფიჯდება ხო, ყველაფერს თამაგას უფრო ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რაღაცა ეტაპი ეს არის რა, რაღაცა განვითარების დონეზე მე მიდიხარ და ალბათ იტყვი რომ მოდი ეს აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ამასთან ერთად დიჯიტალთან ერთად სხვა არხებიც მჭირდება და რაღაცა ჯამური რიჩი და ჯამური იმპრეშენი მინდა ყველა არხიდან გენერირებული, რომელიც ალბათ უკვე სხვა დონეზე გადახარ, მაგრამ დღეს სათხარ, დღეს რისი საშუალება გაქვს, იქიდან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას. თუმცა ეფექტური მაინც არის იმ თვალსაზრისით, რომ შიგნით ყავს ეს გუნდი, შიგნიდან იღებ ამ უკავშირებს ბევრი რაღაცის მიმართ, მაგრამ სააგენტოსაც თავისი პლუსი აქვს რა. სააგენტოს პლუსი ის არის, რომ ის ძალიან ბევრ კლიენტს ემსახურება და ერთი კლიენტისგან რაღაცას რო სწავლობს, იმ გამოცდილებას მე შენც გიზიარებს და აი ეს მინუსი აქვს ამ ყველაფერს, რომ რაღაც ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბოლო შიგნით და რაღაცა გარე რაღაც წარმატებულ კამპანიებთან წვდომა არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც ყველაფერს ჩვენით ვწავლობთ. სააგენტო არის ის, როდესაც ბევრ რაღაცას სწავლობს სხვისგანაც და მე შენც გიზიარებს, ანუ ყველა ერთმანეთს ზრდის რა. თუმცა ისევ იგივეს გავიმეორებ. სათხარ, რისი შესაძლებლობა გაქვს, იქიდან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის ფასი აქვს. როდესაც ეს ყველაფერი ერთ ფურცელზე იწერება, მე უკვე მარტივია რომ გადაწყვეტილება მიიღო რომელი ჯობია. გიო, მან ხო იცი ხა როგორ არის რა. იდეალური არის რომ in-house-იც კონდეს და სააგენტოსთანაც მუშაობდე და თუმცა ხა თანხაში ძვირი გიჯდება ხა ფინანსური რესურსი მაინც შეზღუდული ხარ გინდა არ გინდა და რაღაცა პერიოდი ჩვენ სააგენტოსთან ვიყავით ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა და ძალიან მადლობელი ვარ იმ ბიჭების და თიმის ვინც ჩვენ გვემსახურებოდა მაგნაწილში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთეთ ერთად და მე ვნახეთ რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა ბევრი რამის in-house შემოტანა და შემოვიტანეთ კიდეც დიზაინის ნაწილი და რა არის დინამიკა ხა იმდენად მაღალი არის ამ სარესტორნო ბიზნესში სულ რაღაცას გაკეთება გჭირდება და მაინც in-house დიზაინერი ვარ უფრო მარტივი არის რა ფონტი გაადიდე, ფერი შეცვალე, ლოგო გამიდიდე. მე დიდ პოპიკასთან მუშაობდი და მახსოვს ეგ რომ მოვიდოდა ვიღაცა და ეს ლოგო გამიდიდე რა, ან ეს სხვანაირად დამიწერი, აქ წერტილი აქ არ უნდა იყოს და ძალიან უყვარდა დიდ პოპიკას მასეთი კლიენტები, ძალიან კარგად მოიხსენიებდა ხოლმე მე მაგის, ხო და მე ეგ მახსოვს. ხო და თუმცა ეხა სააგენტოზე ვარი ჩვენ არასდროს არ გვითქვამს კრეატივის ნაწილი როცა გჭირდება ყოველთვის მუშაობთ სააგენტოსთან, იმიტომ რომ მაგაში ის მაინც მესამე მხარეა, გარეთვალი არის, სხვა გამოცდილება აქვს, ბევრ რაღაცაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კრეატივში ცალსახადჯობია სააგენტოსთან მიხვდა და მისვლავართ კიდევ ვართ ჩვენი სამი ბრენდიდან გამომდინარე ესე case by case მისვლავართ სააგენტოსთან, რა ყოველდღიური რუტინა რაც არის, ის ჯობია შენი თანამშრომელი იყოს რა. ნუ ალბათ რაოდენობაში რომ გაიზარდეთ, უკვე მაგანაც მოგცათ მაგის საშუალება, რომ შიგნით ხა ორი ადამიანი რო იყო და სამი ადამიანი, მესმის რომ მან უფრო ჯობია რომ აუთსორსზე გასულიყო და რაღაც ეტაპი დადგა ალბათ რომ მე უკვე შიგ დაგვრით ყოფილიყო ეს. იმიტომ რომ რაღაცა ხა თუნდაც რო ავიღოთ აი TikTok-ის პლატფორმა რო ავიღოთ, ანუ იმდენად ხშირად და სწრაფად შეიძლება მოგინდეს რაღაც ტრენდზე გამოხმაურება, რომ სააგენტომ შეიძლება ცოტა დაგიგვიანოს მაგის აღსრულება და იმან რაღაც ალკე დაგეგმა და შიდა თიმში ალბათ უფრო იმიტომ კი არ დაგიგვიანოს, რომ დაგვიანება უნდა. იმას თავისი timeline-ი აქვს, თავისი client base-ი ყავს და იმას ვალდებულება აქვს, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს და კიდე ის რესურსი შეუზღუდავი არ არის ხო შეზღუდული რესურსი არის და შენ როცა შენ თანამშრომელი ყავს, მაგას dedicated თანამშრომელი ყავს, იმის მოვალეობა არის რომ 10-დან 6-მდე არის თუ 11-დან 7-მდე თუ რაღაც პერიოდი მარტო იმაზე ყავს და შენ თვითონ უფრო ანაწილებ ამ იმას. პედალექსს ბევრჯერ ქონდა მაღაზიებს შეელობა და ნუ ბოლოს ყველაზე ეფექტური ჩვენი მოდელისთვის ეგ გამოვიდა, ვიღაცისთვის ეხა საერთოდ
შეიძლება in-house მარკეტინგის თიმი არ იყოს საჭირო, მაგრამ ჩვენ ისე დინამიკა გვაქვს 130 რესტორანი გვაქვს, რომ ყველა ვარიანტში გჭირდება რა და ბევრი სერვისები თან შეარდარი რა. დანკინი, ვენდისი, საბვეი რაღაც სერვისებს იშიარებს ამ დიზაინის ნაწილში და ხარჯის ხრივ ეფექტური გამოდის რა. დიზაინის ნაწილში და ხო. აჰა. ისევ საბოლოოდ მაინც ხარჯებთან მივდივართ. ხო. დღეს ჩვენ სადაც ვართ, ეს მოდელი ყველაზე ეფექტური არის, ეგრე გონია. აჰა. არა, ისედაც ეხა მე ყველაზე მე დროს საბოლოო ჯამში ესე როა იყო მარკეტინგთან და HR-თან ვატარებ ალბათ რა დღის მანძილზე სამსახურში Lexus-თანაც და Lexus კოლეგებთანაც ხო და სუმსჯელობთ მაგაზე ხო და ის არ არის რომ რაღაც ერთხელ გადაწყვეტილება მიიღე და მე ერთი წელი მას არ შეეხე, ეგრე არ არის, ანუ ყოველ დღე რაღაცა აი მაგნაწილში მინდა და მეკითხა ბოდიში რომ გაწყვეტინებ, აი ახსენე რომ დიდ დროს ატარებ ამ გუნდთან სამუშაო საათებს ესე რომ ვთქვათ რა და ძალიან საინტერესოა როგორ იქმნება დავალება შიგნით ხო აი რაღაც კონკრეტული კამპანიის იდეა ჩდება სად ჩდება სიტყვაზე გივისგან მოდის ეს დავალება რაღაც კონკრეტული KPI არსებობს თუ Lexo ქმნის რაღაცას თუ აი ეგ რა პროცესი არის თქვენთან და როგორი თავისუფლება არის ეხა ამ შემთხვევაში მარკეტინგის ხელმძღვანელი და კომპანიის დირექტორი როგორ მუშაობს ერთად რამდენად არსებობს ეს ქიმია იმიტომ რომ ძალიან ბევრ კომპანიაში ხანდახან ეხა არ მინდა ესე საწყენად მიიღოთ ან რაღაც მაგრამ მინდა რომ ღიად ვთქვა რომ ძალიან ბევრ კომპანიაში შევხვედრივ მარკეტინგის მენეჯერს რომელიც არის უბრალოდ ფუნქციის შემსრულებელი ანუ როგორ გითხრათ ანუ არ არის დამოუკიდებელი იმ კომპანიაში და დამოუკიდებელი როცა არ ხარ როგორც მარკეტინგის მენეჯერი ძალიან ბევრი ის არის რა დისკომფორტი მარკეტინგის მენეჯერისთვის რა და აი ეგ თქვენთან როგორ არის ეგ ყველაფერი მე დავიწყებ Lexo მე ყოველ დღე შევდივარ Lexo-სთან და ვეუბნები ლოგო გაადიდე ეს ფერი შეცვალე არა არა იგი არა იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად გავმიჯნოთ რაღაც რა პირველი არის ის რომ ბევრს წარმოუდგენია რომ მარკეტინგი არის დეპარტამენტი რომელიც რაღაცა მხოლოდ რეკლამაზე ორიენტირებული დეპარტამენტი არის რომ გააკეთოს რაღაცა ბანერი ლამაზი და მორჩა ის იქით არაფერი არ არის ეს ინდუსტრია არის ერთ-ერთი ძალიან კაფეო მაგალითი იმისა რომ აქ მარკეტინგი და გაყიდვები არის ერთად გაერთიანებული მაგას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მარკეტინგის გუნდი რომელიც არ არის პასუხისმგებელი გაყიდვებზე და გაყიდვის ციფრებზე მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა იმიტომ რომ შეუძლებელია შენ რაღაცას აკეთებდე და შენ გაკეთებულს რაღაცა გვერდზე შედეგი არ დაუყენო არ არის მარტო რაღაცა იმპრეშენის და რიჩი შედეგი არის ის რომ ვიღაცას რო აჩვენე მე იქ საბოლოო გაყიდვაში როგორ აისახა ალბათ აი ეს მთლიანი flow ესეთი უნდა იყოს რომ რასაც აკეთებს მე ის გაყიდვაში აისახოს რა და ამ ინდუსტრიაში ეგ არის ყველაზე მთავარი რომ მარკეტინგი არ არის მხოლოდ მარკეტინგი რომელიც რაღაცა სხვადასხვა არხებში კომუნიკაციაზე არის პასუხისმგებელი ხო აქ ამ ინდუსტრიაში თითოეულ კომუნიკაციას აქვს რაღაცა აქვს უკან რაღაცა KPI არა რაღაცა მეტრიკების დონეზე არამედ გაყიდვების დონეზე იმიტომ რომ მე თუ ეს რაღაცა პროდუქტი გამოუშვი დავლონჩე შემდეგ ეს მე როგორ გავყიდე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დავალებები შეგაწყვეტინებ ორი KPI არის საბოლოო ჯამში რა sales KPI ანუ გაყიდვები რამდენი უნდა იყოს და bottom line ანუ რა უნდა იყოს აქედან გამომდინარე მომგებიანობა ძალიან კარგად იცის ორივე Lexo როგორ უნდა ნახოს როგორ უნდა გაზომოს და რა არის სასურველი ციფრიან პროცენტულობა და მაგის შიგნით ეხა ერთ თანამშრომელს დაამატებს ორ თანამშრომელს დაამატებს თუ ახალ პროდუქტ ჩაუშვებს თუ ამფასად გაყიდის თუ პრომოს გააკეთებს დისკაუნტს გააკეთებს მთლიანად მარკეტინგის ხარის არის ანუ სიტყვაზე რაღაც კამპანია ესე არ თანხდება ყველა საფეხურზე თქვენთან ხო არა კი თანხდება მაგრამ ანუ მარტო ის არ არის რომ ბილბორდი ჩამოუკიდე რეკლამა გაუშვი და იმის შედეგი რო არ ნახო მე რა ქონდა ან ტრანზაქციაში არ მომგებიანობაში ეგრე არ არის ყველაფერს უყურებს მარკეტინგი ხო ეგრე არის Lexo ამიტომ ზუსტად ეგ რო არის რაღაცა ესეთ გავრცელებული შეხედულება ზოგადად ხალხში რომ მარკეტინგი რაღაცა რეკლამა გამიკეთე და მარკეტინგი უნდა იყოს რაღაცა სუპერ კრეატიული ანუ კრეატიული უნდა იყოს კრეატიული სააგენტო
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვისთან მივიდეთ და როდის გვჭირდება რაღაც კონკრეტული კრეატიული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, რაღაც მინიმალურ დონეს უნდა აკმაყოფილოს კრეატივის. რაც შეეხება კითხოს რომ დაუბრუნდეთ, ხო, მიზნები არის გაწერილი მიზნები სტრატეგიის დონეზე, არის მარკეტინგის კალენდარი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგების აღებაზე. ყოველთვიური ბიუჯეტები ასევე რესტორნებად, კი, და რომელიც არის რაღაც ბრენდის გასაძლიერებელი კამპანიები, არსებობს რაღაც სეილის, გაყიდვების გასაძლიერებელი კამპანიები. არის რაღაცა ნაწილები, რაც ხო, ნაწილი არის, სადაც აუცილებელი არის, რომ ამ შემთხვევაში მენეჯმენტი იყოს ჩართული, მენეჯმენტისგან დასტური იყოს, მაგრამ არის რაღაცეები, რომელიც როგორც კი მახსენე, რომ სუფთა სეილზე ორიენტირებული არის და არის რაღაცეები, რაც არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერში ჩაიხედოს, იმიტომ რომ უკვე მიკრომენეჯმენტი არის. ჩვენ ვიცით ჩვენი სტრუქტურა ასეთია, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი მიზანი რა არის და ამ მიზნის მისაღწევად რა გვჭირდება და მიზნის მისაღწევად არ არის მხოლოდ ერთი რაღაცა მისასვლელი გზა. იქ არის უამრავი არხი არის გაყიდვის არხი, არის დრაივის, არის delivery-ის, რაღაც 4 აგრეგატორი გვემსახურება, ამ 4-ვესთან განსხვავებული კამპანიები არის აპლიკაცია, არის in-store, დარბაზი, ან ძალიან ბევრი ჩაშლა აქ ამ ყველაფერს რა და ეს ყველაფერი ერთად ერთ მიზანს ემსახურება. ერთი არის რაღაც მოკლევადიანი მიზნები, რომელიც არის კონკრეტულად sales-ზე პასუხისმგებელი, გაყიდვაზე და მეორე არის რაღაც ბრენდზე ორიენტირებული კამპანია, რომელსაც მეორე დღეს შედეგს ვერ დაინახავ, თუმცა გრძელვადიან ჭრილში, როდესაც წლის ბოლოს გავზომავთ ბრენდის პარამეტრებს, იქ დავინახავთ ყველაფერმა ერთად რა შედეგი მოიტანა. შენ რაც ახსენე გიორგი, რომ ხო ფუნქციების შემსრულებელი არის, იცი რა არის მე ვიტყვი რომ ჩვენ შემთხვევაში ეგრე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ყველას კარგად გვაქვს გათავისებული მიზანი რა არის და ამ მიზნის მიღწევას ვემსახურებით ყველა. ძალიან მარტივია რაღაცა შედეგების ხვალდანახვა, ვიდრე ერთი წლის დალოდება, იმიტომ რომ ჩვენ რეაგირება ხდება იმაზე, რა მოხდა გუშინ. გუშინ საღამოს დოლიძის რესტორანში რა მოხდა, იმაზე ინფორმაცია თუ მე დღეს დილით არ მივიღებ, ხვალ მე უკვე სწრაფნაბის ვერ გადავდგავ. ეს ინდუსტრია ესეთი არის. არის რაღაცა ინდუსტრიები, სადაც უნდა დაელოდო რითეილიდან პასუხი მოგივიდეს, გუში რამდენი გაიყიდა, თაროზე რამდენი დარჩა, რამდენი გადაიტვირთა, ასე შემდეგ, მაგრამ მე გუშინ უყურებ რა მოხდა. შესაბამისად, ზოგჯერ არის ისეთი ნაბიჯები გადასადგმელი, სადაც შეიძლება მე ვერ დავინახო რაღაცა და გივიმითხე სრულექსო გუშინ ეს მოხდა და ხვალ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამას არ მივიჩნევ დამოუკიდებლობის შეზღუდვაში პირიქით ეს ჩართულობა აუცილებელი არის იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაცა ყველაფერი იცოდე იმიტომ რომ მე შეიძლება გუშინ 10 საათზე დავიძინე და პირობითად კი 12 საათზე და იმ საათში ისეთი რაღაცა მოხდა რომ ის ხვალ უნდა გავაკეთოთ არ ვიცი რამდენად ამომწურავად გავეცი. მე ძალიან კარგად ახსნა ლექსონ ყველაფერი, მეც დავეთანხმები რომ ეგრე არის. მე რასაც დავუმატებ, ანუ C-level ტიპებს, ვინც არიან კომპანიაში, რაღაც ავტონომია ყველას აქვს თავის მიმართულებაში decision making-ის, ანუ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს ყველაფერი მე თუ მივიღე გადაწყვეტილება, არ არის სწორი და ფიზიკურად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას 2 საათის მერე ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ, ხო? ყველა C-level manager-ს აქვს გადაწყვეტილების მიღების ავტონომია. რაღაცეები არის, რაზეც ვთანხმდებით, ხო? ეხა კამპანია რაღაცა ბილბორდის ვიზუალი როგორ უნდა იყოს, პრომო რა უნდა იყოს, მაგრამ დანარჩენი ხა მიკრომენეჯმენტში დარწმუნებული ვარ, თვითონ C-level მენეჯერიც რაღაცა ყველა დეტალში და იმაში არ ჩადის ბოლომდე, ხო? რაღაც დიზაინერს ეუბნება რომ ესეთი ვიზუალი მინდა. ეგ ძალიან კარგია რა თქმა უნდა. არა, სხვანაირად შანსი არ აქვს, ვერ მართავ პროცესებს, რა გაგიქცევა პროცესი ხელიდან, იმიტომ რაღაც გადაწყვეტილებები შენელდება. გაჩერდება და შენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო, სადაც მართლა შენ საჭირო ხარ. ხო. ხო, ეხლა. კივი ის ბრენდის ფერი რო არის ასეთი ეხლა და აქ რაღაცა ბრენდის კაფე ესე რომ უნდა ეწეროს, ეს შენ ამაში მე საერთოდ არ ჭირდები და არც ლექსო არ ჭირდები, იმიტომ რომ იცის დიზაინერმა როგორი ფერი უნდა დასვას და როგორი პროპორციები დაიცვას და ასე შემდეგ. ზოგჯერ იცი რა არის, ზოგჯერ ბევრს ვფიქრობთ რაღაცაზე რა შედეგი მოყვება, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, როდესაც სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პერფექციონიზმი. რაღაცა ხო აი რაღაც სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაღაცა იმას რა შედეგი მოყვება. რაღაცა მომენტში შეიძლება ამ სწრაფად ზოგჯერ ფეხს წამოგრავ რაღაცას ცხვირს წაიმტრო, მაგრამ ჯობია სწრაფად იარო. ვიდრე ძალიან ნელა იარო და რაღაცა კარგად გქონდეს ხო და აი რაღაცა ისეთი რაღაცაზე რაღაცა უნდა თქვა და ლექსო დამბრიდავს უეჭველი, მაგრამ უნდა თქვა რა.
აბა. ой, პერფექციონიზმი არის დამღუპელი ზოგადად რა ყველაფერში რა არ არსებობს საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მიღებისთვის და პროცესში ჩდება ყველაფერი. სინამონის დონატი ჩაუშვით დანკინში რა და მსჯელობა იყო ფერზე რა ზემოდან როგორი ფერის უნდა იყოს რა ზოგი იძახის ძალიან მუქია ესეთი მუქი არ უნდა იყოს ზოგი იძახის ღია უნდა იყოს რაღაცა ვეუბნები რომ მეთქი ჩაუშვი უჩა ჩემთვის ძალიან მაგარი მე ნამსხვრევები მიყვარს და ვეუბნები რომ ეს ფერი ძალიან მაგარია ხა ზოგი კი იძახის მუქია და თუ მოხარებელი იტყვის რომ ეს ფერი არ ვარგა და ფიდბექი იქნება რომ არა სხვანაირი ფერი უნდა იყოს მე შეცვალე მეთქი და ნახევარი იძახდა ეგრე არ გამოვა რომ მეთქი შენ ჩაუშვი ხვალ და მე ვნახოთ ერთი კვირა ჩაშვებულია ერთ ადამიანს არ უთქვამს რომ ეს ფერი არ მომწონს მე ამ დონატის ხო ანუ მანამდე შენ აკეთებ overthinking-ს რომ მომხმარებელი რას იტყვის რომ ძალიან მუქი ხო არ არის იმიტომ რომ არასდროს დონატი მასეთი მუქი არ ყოფილა ხო და ეგ რო გაწელილი იყო ერთი კვირის მერე ჩაუშვები ხო მე ვიღაცას ის მეორე ნახევარს ეხა ეს ღია ფერი არ მოვეწოდებოდა არის რაღაცები რასაც უნდა თქვა რომ აი ეხა ჯობია რომ სწრაფად გადავწყვიტოთ რაღაცა და არა უშავს ვიღაცას მოეწონა არ არსებობს იდეალური ფერი რომ არ არსებობს იდეალური ფერი მუქი მოეწონება ვიღაცას ღია მაგრამ თავარი ეს ერთი კვირა არ დაკარგო გივი შენთან მქონდა ესეთი კითხვა რომ ვისი გადაწყვეტილება იყო რომ შენ TikTok-ერი გამხდარიყავი მოდი ესე სტანდარტულად დავსვათ კითხვა საიდან მოვიდა ეს იდეა და ძალიან უცნაურია იმიტომ რომ მე ესე არ მახსენდება კომპანიის დირექტორი ესე აქტიურად იყოს ჩართული ბრენდების კომუნიკაციაში რაღაცა თარიღები ძალიან ზუსტად მახსოვს მაგალითად რა აი 13 ნოემბერი კარგად მახსოვს იმიტომ რომ დუბაის შოკოლადზე რაღაცა ჩავიწერე რვეულში რომ ხო არ გავაკეთოთ ხო და მაშინ დავიწყე დუბაის შოკოლადის დონატზე ფიქრი და ამ TikTok პლატფორმაზე მართლა არ მახსოვს საიდან დაიწყო უბრალოდ ალბათ გუნდმა რაღაცაზე ვжелობდით რომ ხო TikTok-ი ხო არ გადავიღოთ იმიტომ რომ ხო იცი TikTok-ის მნიშვნელობაზე აღარ ვილაპარაკებ ხა როგორ მნიშვნელოვანი არის და ხო არ ვცადოთო რომ რაღაცა გადავიღოთო არ ვიცი მე მგონი ან ლევანისგან ან მარკეტინგის გუნდისგან მოდიოდა ეს საკითხა ერთი ვცადეთ და წაიღო ერთი ვცადეთ და შენ პირად გვერდზე ხო მანამდე რაღაცები მქონდა იქ ატვირთული მაიმუნობები ისინი ყველაფერი წავშალეთ ხო იცი selfies რო იღებ და მე რაღაც მუსიკაზე თავი რო ცეკვავს ესე რაღაცა პროდიჯის ეგეთი ისინი იყო წავშალე და პირველი rilsi დავდეთ და კი წაიღო პირველმა rilsმა ძალიან კარგად და მეც არ მეგონა თუ წაიღებდა და აქედან გამომდინარე მე რატომღაც ჩავთვალეთ რომ თუ ერთმა წაიღო ალბათ კიდე წაიღებდა და ესე შევყევით რა პროდუქტის რეკლამას რა პლეისმენტს ვაკეთებ საკუთარი პროდუქტის და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო იცი ჩავთვალე რომ ზოგადად ეგრეა შენ თუ რაღაცას აკეთებ და იმას აკეთებ თავს აძალებ რომ რაღაცა გააკეთო ის საქმე არასდროს არ გამოგივა მე ეგ მიდგომა მაქვს ყოველთვის რომ თუ სადღაც მუშაობ და რაღაც აკეთებ გულით უნდა გააკეთო ეს საქმე და ეხა შენზე კარგი ამბასადორი ვინ ეყოლება შენ ბრენდს როცა ხარ დირექტორი ან C-level მენეჯერი რა რომელიც შენ რესტორანში დადის ყავას სვამს ბურგერს ყიდულობს და ამ შემდეგ ხო და მე ჩავთვალე რომ ყველაზე კარგი მესიჯი როგორც კომპანიის CEO-სგან იქნებოდა რომ ჩემი პროდუქტის პლეისმენტი დავიწყო ვენდის პიცა ვენდის ბურგერი ბეკონატორი ყავა და ამ შემდეგ და ამან პრინციპში გაამართლა რა მან გაამართლა იმიტომ რომ ძალიან ბევრი view-ები აქვს ხოლმე რაღაც rilsებს და შენ როგორც კონტენტ კრეატორი აი 200,000 250,000 view აქვს ხოლმე რაღაცებს 20,000-იც აქვს 10,000-იც აქვს რაღაცა მიდის რაღაცა მიდის ეხლა ყოველთვის ეგრე არის მე ვერ გეტყვი რომ ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ იმ კონტენტით რაც არის უკეთესიც მინდა მაგრამ ხან დამირეკავს ხოლმე ის მარიამ ხეიძე წამო გადავიღოთ მეთქი ხა არ მცალია ბოდიში რა შეხვედრაზე ხანდახან ესე რთულია ხოლმე დაჭერა ესე ხო მე რო დაურეკავ მე ის არის რაღაც გადაღებაზე მე იმას არ ცალია მაგრამ მაინც ვახერხებთ მაგრამ ეხლა რასაკვირველია უკეთესი მინდა რომ იყოს ცოტა ბორინგ არის ხოლმე ხა ამ ბოლო დროს მაგრამ შევეცდები რაღაცნაირად გამოვასწოროთ უფრო მეტი ის იყოს იცი რა უცნაური რა არის იცი რომ რაღაცას რო უშვებ და შიდა თიმში გავდივართ რაღაცას რო აი რომელ არხებში გავუშვათ და
რაღაც დიჯიტალში გვინდა და გივის TikTok-იც ცალკე ჩენელი არის და ჩვენგან დავალება მიდის რომ გივი ეს უნდა დადო. ძალიან უცნაურია თქვა აი დირექტორს რო ავალებ რომ გივი ამაზე კონტენტი მჭირდება. ამაზე კონტენტი მჭირდება და ეს ერთ კვირაში ეს უნდა ჩამიხურო ძალიან საინტერესო არის. მე ერთ რაღაცას დავამატებდი რომ მარტო ვენდისი არ არის ხო დანკინი საბოიც 130 რესტორანი არის ხო ჯამში გივი რა 130 რესტორანში და 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს რა და ამ 500-ზე მეტ ადამიანს ყოველდღე კომუნიკაცია გქონდეს ძალიან რთული არის. ხო იცი როგორ არის რომ რაღაც სადღაც რომ მუშაობ გონია რომ აი ეს დირექტორი ისინი რაღაცას არაფერს არ აკეთებენ თუ რაღაცა ხო აი რაღაცა გონია რომ ის რაღაცა იმით დაცვით დადის დაждდება მე წამოვა რაღაცა და ეს თანამშრომლებზეც ძალიან კარგად მოქმედებს რომ ყოველდღე უყურებენ თავიანთ კომპანიის დირექტორს რომელსაც შეიძლება ყოველდღე ვერ ნახულობენ ოფისში ან რესტორანში ყოველდღიურად მასთან რაღაც დიჯიტალში არიან რა და ეს არა მარტო რაღაცა იმ ახალი პროდუქტის სიახლისთვის არის კარგი, არამედ იმ თანამშრომლებისთვისაც ძალიან სასიამოვნო არის, იმიტომ რომ მე მინახავს რომ გივი რო შედის რესტორანში, იმ თანამშრომლებს როგორ უხარიათ გივის დანახვა ორმაგად, იმიტომ რომ როგორც გივი მაგნიშნა. ეს TikTok-ერი არ არის? ხო, აი, მაგარ ამბავს მოყვება. გივი არის ნაწილი ამ ყველაფრის რა და არის რაღაცა სხვაგანი. და ეს ძალიან მაგარი best practice-ი შემთხვევა არის ჩემი აზრით რა. მაგაზე მაგარ ამბავს მოყვები. ვენდის ჩვენ თანამშრომელი არის და აი წინა კვირაში ალბათ ესე იყო რომ დრაივზე შევედი მე და ჩემ ბავშვთან პატარა გიოსთან ერთად რაღაცები ვუყიდე და დრაივის ფანჯარაში შემხვდა ეს ბიჭი რა უგენკესი ან TikTok-ზე რო ნახო უგენკესია მაგის ის რა ქვია რა სახელი თუ რაც ქვია რა nickname. აუ როგორ ხარ აქეთ იქეთ და როდის უნდა მოხვიდეო რა ესე პირდაპირ ანუ როგორც ეხავყვები ისე მე როდის უნდა მოხვიდეო რაღაც TikTok-ის გადაღება მინდაო და გენკა დღეს ამ ძალიან მეთქი ხარ თან პატარა ბავშვი მის მანქანაში ხვალ მოვალ მეთქი კაი ხვალ გელოდებიო მე ხა მეორე დღეს ვერ მივედი და ისე მოხდა რომ ბავშვმა რაღაცეები ფრი მინდაო და ისევ დრაივზე შევედი და ვფიქრობ ნეტა გენკა არ შევხვდეს მეთქი რა და ისევ გენკა შევხვდა რა გუში რომ მითხარი მოვალო რატო არ აი ხო მოვედი მეთქი რა და ეხა გამოვალ გადავიღოთ მეთქი აი უკან მანქანა მოვიდა ხვალ მოვალ თქო და ეს ერთი 4 ჯერ მომიწია გენკას გადაგდება ბოლოს ცხენო და ესე მივიდიოდ და მე კი მივედით რესტორანში გადავიღეთ რაღაცეები ხო და რა არიცი ეხა საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის ურთიერთობაზე ადამიანურ ურთიერთობაზე ხო და შენ რა ურთიერთობითაც ხარ თანამშრომლებთან უმეტეს შემთხვევაში მე იმ დადებით და პოზიტიური ურთიერთობით ის გიბრუნდება საქმეში რა და ეგ ძალიან კარგად მუშაობს. ხო, ძალიან საინტერესო არის. მე კონტენტ კრეატორობაზე რო დავიწყე ხა საუბარი გივის თამადობით. ეხლა ხან შემოწილებად საინტერესოა. ხო, ნუ მე ხა ესეთი დიდი კრეატორი არა ვარ როგორც გივი. თუმცა, იცი რა არის? ეხლა ხან შეხვდა რაღაც თქვენი კამპანია ბეკონატორთან დაკავშირებით იყო, ხო? თუ არ ვცდები, რაღაც კომუნიკაცია იყო TikTok-ზე, რამოდენიმე ის ამომივარდა და რა გამოსწრება, ხო, რაღაც. შენ რამოდენიმეჯერ ამოგივარდა და მე 3 დღე მთელი ფიდი დაფლადილი იყო მაგ იმითი ბეკონატორის ანონსებით და იმითი. მე ის ბარათი მაქვს აი სადაც აწერი რომ 9 ბეკონატორი ჭამა, იმიტომ რომ სადაც მივდივარ ყველა მეკითხება, იმა რამდენი ჭამა ბოლოს, აი ისე დავიღებ მაგაზე პასუხი რომ ჯიბეში ის 9 ბეკონატორი ჭამა ვეუბნები ყოველს. მე ტაქსში ჩავჯექი გუშინ წინ რა, სადღაც ვიყავი ტაქსში ჩავჯექი და მძღოლი მომიტრიალდა და გამარჯობა ბატონო გივი მე თქვენ გიცნობთო და გაგიმარჯოს მეთქი და საიდანო TikTok-იდანო და მეორე კითხვა იყო ბეკონატორი ჩელენჯი ვინ გაიმარჯვა. ხო, რაღაც ისეთი მაგარი შეჯიბრი გამოვიდა. ხრიდან მაინტერესებს აი ამ ლექსო რამდენი view ქონდა სანამ ჩელენჯი დაიწყებოდა მილიონზე იყო და საბოლოო ჯამში ერთად 5 მილიონი ნახვა რაც დავთვალოთ. რაც მოვას ხერხეთ რომ დაგვეთვალო. იმის მიღმა კიდე არის რაღაც 100,000-ები სადღაც გაფანტული. მინიმუმ რაც ხელში გვიჭირებს არის 5 მილიონი ნახვა ქონდა ამ შეჯიბს. ვიდრე ჩელენჯი იქნებოდა და მე ხო დრო აიღო გუგამ მონტაჟისთვის და მე დადო ის ვიდეო და მე დავატრიალეთ ესეც და არის მართლა საინტერესო არ კომპეტიშენი შეჯიბრი გამოგვივიდა იმიტომ რომ ბეკონატორი ჩემი აზრით დღეს ქართულ რაღაცა QSR-ში quick service რესტორნების
ინდუსტრიაში არის ყველაზე დიდი პროტეინის მქონე ბურგერი რა და ახლობით 250 გრამი ხორცი არის წარმოიდგინე ერთ ბურგერში, იმიტომ რომ ამდენი ხორცი რაღაც ორი. ბევრია. ადამიანმა ჭამაო თითქმის და პლუს ბეკონი კიდე. პლუს ბეკონი. 260 არის ორი ნაჭერი ხორცი და კიდე ბეკონი არის კიდე. ბეკონები. 5 ნაჭერი ბეკონი ხო არის კიდე? ზუსტად. 6 ჯერ 20 გრამი არის თითო ბეკონი, 120 გრამი ბეკონი არის. უცებ დავთვალეთ. ან მოდგინა, ანუ ყველაზე დიდი ხორციანი ბურგერი 9 ბეკონატორი ჭამა ემზარმა, გაუმარჯოს ღმერთმა და მოიგო 10000 ლარი. 10000 ლარი. ხოც ყველა მეუნება რომ აი 10000 ლარზე მე შევჭამ და იქ 15 კაცი იყო ეგრე შერჩეული რომ იძახენ 10000 ლარზე 10000 ლარზე და 4 ბეკონატორის მერე უკვე ესე იყო არა შანსი აღარ არისო და ამ ემზარს რო უყურებდნენ აი ის ისე ჭამდა ძალიან ბევრი მონაწილე კი ჭამდა მაგრამ თან იმას უყურებდა ის როგორ ჭამს ხო აბარ მაგარი იყო რომ იმას რო უყურებდნენ ესენი მაინც არ დანებდნენ რა არა მაინც ანუ გამარჯვებულის მერე ესე იგი ერთი იყო მე მგონი 7 ჭამა ერთმა ბეკონატორი მეორე 6 ანუ ის არ იყო რომ 9 და აქეთ 2-3 იყო არა ანუ ახლოს იყვნენ აძაბული ბრძოლა ყოფილა ეს ხო საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო კამპანია გამოვიდა და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას აუცილებლად იმიტომ რომ ზოგადად ჩემი აზრით ბეკონატორი იმსახურებს საზოგადოებაში დაფასებას რა, იმიტომ რომ ამდენი ხორცით გაჯერებული ბურგერი, ეგეთი ყველაზე გემრიელი ბურგერი ალბათ ძალიან ცოტა არის რა და მე ფიქრობ რომ ეს შეჯიბრი მის გაძლიერებას კიდევ უფრო გამოვიძახოთ. მოდის და უფრო მეტ ესე თქვათ სიყვარულს იმსახურებს ჩემი აზრით ბეკონატორი და ეს შეჯიბრი მე მგონია რომ ამ ყველაფერს დაეხმარება კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მართლა შეგვიძლია თქვა ესეთი ხორცით გაჯერებული და პროტეინით გაჯერებული ბურგერი დღეს იშვიათია. თან რა არის, ეს არის ეს მარტო საქართველოში ხო არ არის ეს ბეკონატორი, ეს არის გლობალური პროდუქტი, ყველა ვენდისში, რაც კი არსებობს სოფლიოში, ძალიან ბევრი ვენდისია სოფლიოში და ეს არის აიკონიკ პროდუქტი, ანუ ტოპ ლაინ პროდუქტი არის, ფლაგმანი არის პროდუქტებში და ეს ასე არის ძალიან დიდი ხანია. და რაღაცებზე ამასინათ მშელობდით, ვფიქრობდით, რომ კიდე აქ ძალიან კაი ბურგერი, მაგათ ვენდის ბურგერი აქ ძალიან გემრიელი ბურგერი არის, ამერიკაშიც აქ ეგ ბურგერი და ჩვენთანაც აქ და ვამბობდით, რომ აი მომხმარებელს რა ბურგერი გაახსენდეს ვენდის გაგებაზე და მაგაზე მშელობდით და ბოლოს მაინც ბეკონატორი ავარჩიეთ, იმიტომ რომ ფლაგმანი არის, ასე იყო წლების მანძილზე. ძალიან გემრიელი არის და ძალიან ბევრი ხორცი და თუ ხორცი გიყვარს და ეხლა ბურგერს თუ ჭამ, ესე იგი ხორციც გიყვარს. გადავწყვიტეთ ისევ ბეკონატორზე გაგვეკეთებინა ეს კამპანია და პრინციპში ეს big bet-ი მართალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბოლომდე ჩვენი გაკეთებულიც არ იყო, იმიტომ რომ გუგა არა, გუგას წვლილი მაგაში ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ ორგანიზაციული ნაწილი და გაშუქება და კამპანია და პლეისმენტები მთლიანად გუგას არ, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი გუგამ გააკეთა. დიდი სურვილი იყო რომ გაგვეკეთებინა რომ ეხლა მსგავსი შეჯიბრი გუგას აინტერესებდა ძალიან და ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდექით. ხო, ძალიან საინტერესო იყო, მეც ძალიან ბევრ ადგილას შემხვდა. და ეხლა სხვათა შორის რესტორანში, ეხლა ეფექტს გეტყვი რა, ანუ რაღაცას რო გააკეთებ, მაგის ეფექტის გაზომა უნდა შეგეძლოს და იმ დღეს ეხლა ლექსო მეუბნებოდა თავისუფლების მოედანზე ჩვენ ახალი ვენდი გვაქვს, იქ გახსნილი ულამაზესი ვენდი არის სხვათა შორის, დანკინიც არის საბოიც რა, ზედ მოედანზე. რო რესტორანში შევედიო შუადღეზეო და მაგიდაზეო მომხარებლებიო, რაც ვენდის ისინი ქონდათ ლანგრების, სუბეკონატორი ეწყო, ხო ცნობს ეხა, მეც ცნობს სხვათა შორის. ბეკონატორს ხო და ესე იმითი რა ქვია, შავი ხელთათმანებიც უყველა, იმიტომ რომ ბეკონატორს რო იღებს ხელთათმანი მოყვება თავის იმაში ყუთში და ყველას ბეკონატორი ედო მაგიდაზე. მე დოლიძეზე წავედი, მე ვენდის რესტორანში და იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო, თითქმის ყველას ბეკონატორი ქონდა რა. ბეკონატორი და ჩვენი ყველის соуსი. ბეკონატორი და ყველის соуსი. და მაგაზე რა შვებიან, იცი ამ ყველის соуს ესე ასხამენ ხოლმე იმას ბეკონატორს. იმიტომ რომ ის ყველის соуს ძალიან მაგარი არის და ამით მინდა გითხრა, რომ ჩვენ ახლა
ყოველთვის ქონდა ბეკონატორის კამპანიები, რაღაც პრომოს ვაკეთებდით, რომ მომხმარებელს რაღაცა გაეცნო, გაესინჯა რაღაცა, მაგრამ ამან ყველაზე კარგი შედეგი გამოიღო რა. ხო ეგრე არის. ჯერ კიდე წინა გვყოლა. ჯერ კიდე წინ არის ყველაფერი. და ფასის ნაწილშიც ძალიან ისეთი დემოკრატიული ხელმისაწვდომი ფასი აქვს ბეკონატორს რა. ეგეც იყო რაღაცა პერიოდი, ცოტა მაღალი იყო ფასი და მე გადავწყვიტეთ რომ დაგვეკორექტირებინა, რომ იმ ლაინაპში ჩამჯდარ იყო რა პროდუქტებიც ახლა ჩვენ ბურგერები გვაქვს და ისე ძალიან დემოკრატიული ფასი აქვს ბეკონატორს რა. იაფი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხორცი არის, მაგრამ affordable ისეთი ხელმისაწვდომი ფასი აქვს ბეკონატორს რა. კი ბატონო, მე მინდოდა შევხებოდი იმ საკითხს, რომ ესე ჩემამდე ამბავი მოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჯილდო მოიგეთ ახლა სხვადასხვა კატეგორიაში. ხო არ მოგვიყვებით მაგასთან დაკავშირებით, რა და როგორ და საიდან მოხდა ეს ყველაფერი. მე მგონი გივი ჯობია უპასუხოს. ჯილდოები მართლა ბევრი მოვიგეთ. და არა მარტო ვენდისში. არ დამბრიდო ლექსო. არა, მიდი. ესე იგი, პრეისტორია ამისი იყო ესეთი, რომ ესე იგი, ვენდი ყოველ წელს მართავს კონვენშენს, რა, სადაც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ფრანჩაიზები. და წელს ჩატარდა დუბაიში, ესეთი პრინციპი არის, ერთი წელი ტარდება ამერიკაში, მეორე წელი ტარდება დუბაიში. დუბაიში ჩატარდა და ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას გარდა ამერიკისა, რა, ანუ ამერიკის გარდა ყველა იღებდა მონაწილეობას. დაახლოებით 2000-ზე მეტი რესტორანი არის ამერიკის გარეთ, ვენდის რესტორანი და ყველა იღებდა მონაწილეობას. და იქ ავიღეთ 3 ჯილდო. ესე იგი, ერთი იყო best franchise, ანუ საუკეთესო ფრანჩაიზის ჯილდო ჩვენ ავიღეთ. ავიღეთ მარკეტინგის კომუნიკაციისთვის, საუკეთესო მარკეტინგული კომუნიკაციისთვის ჯილდო და მესამე რა ავიღეთ, ლექსო? Best operator. ანუ ოპერაციები, მარკეტინგი და ფრანჩაიზი. ანუ ფრანჩაიზი არის კიდევ უფრო დიდი ჯილდო, იმიტომ რომ აერთიანებს ოპერაციებსაც, მარკეტინგსაც და ყველაფერს ერთად. იქ, ესე იგი, იყვნენ ისეთი ქვეყნები იმ კონვენშენზე, რა ვიცი, ინდოეთი, სადაც არის 250-ზე მეტი ვენდისი, იაპონია, ინდონეზია, მალაიზია, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, დუბაი და ასე შემდეგ რა. და ჩვენ ავიღეთ ყველაზე მაგარი ჯილდო. Best operator, best franchise. თავარი პრიზი, ხო, თავარი პრიზი. ეხლა ამას ლამაზი თვალებისთვის არავინ არ გაცლევს რა, იმიტომ რომ ხო რა ქვეყნები ჩამოგითვალე ხა იქ ყველა იბრძვის მაგ ჯილდოს მისაღებად რა. ესე იგი დინამიკაში პირველი ქვეყანა ვიყავით, ვისაც ბოლო 5 წლის მანძილზე წლიდან წლამდე ქონდა რეალიზაციის ზრდები, თან ყველაზე მაღალი პროცენტი და თან იმის ხარჯზე კი არა რესტორნები დაემატა. იგივე შესაძარის რესტორან კომპარატივს წელს რასაც ვეძახით, ერთ იგივე რესტორანში მეხუთე წელი ყოველ წელს იყო ზრდა და ყველაზე მაღალი ზრდა ქონდა ჩვენ. ძალიან მაგარი არის. ნუ ეხლა პროდუქტის ხარისხი, ოპერაციების სერვის ტაიმი, food safety-ის შემოწმება, ეს ტოპ შედეგები ამ food safety-ის აუდიტში აღარც განიხილება და პლუს მარკეტინგის კომუნიკაცია და მარკეტინგული კამპანია, იმიტომ რომ ამ შედეგს შენ აღწევ მაშინ, როცა გაქვს სწორი მარკეტინგი და სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს მერე გადადის იმ ციფრებში, ზდაში და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ჯილდოების ერთ-ერთი კიდე ქვაკუთხედი არის ის ციფრული ტრანსფორმაცია, რომელიც ბოლო წლებში კომპანიამ განიცადა და ციფრულ ტრანსფორმაციაში რო იაპონიას მოუგებ ძალიან მაგარი შეძლებაა. მაგაზე რა იყო იცი? მაგაზე ესეთი ის იყო რა, ეხა ჩვენ რესტორნის ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე დიჯიტალი. ეხა ოპერაციებს აღარ ვიძახი ეს ანიდაბანია ბიზნესი, ოპერაცია პროდუქტი ეხა ის არის რაც არის. ახალი მობილური აპლიკაცია გვაქვს, self-ordering კიოსკები გვაქვს რესტორანში, ხარ უკვეთავ და ძალიან ბევრი დიჯიტალ პროცესი არის, რომელიც
ამარტივებს საოპერაციოს, მომხმარებელს ეხმარება შეკვეთის გაკეთებაში და ასე შემდეგ და ასე AI-ის ინტეგრაცია არის და ძალიან ბევრ რაღაც ვაკეთებთ რა, ძალიან ძლიერები ვართ IT-ში. და ეს ეკოსისტემა ძალიან გამართული არის, ძალიან დიდ efforts და ენერგიას და ფულს ვდებთ ამ ეკოსისტემის დახვეწაში და გაუმჯობესებაში და ეთყობა კიდეც ეს რესტორნებს. და მოკლედ ესეთი кейსი იყო, რომ დუბაიდან, ვენდის ოფისიდან სადღაც ესე რამდენიმე თვის წინ ღამის 10 საათზე მირეკავენ და ავიღე ტელეფონი და მოკლედ ზარი შინაარსი იყო ესეთი, რომ აი პრეზიდენტ ინტერნეშნალი, რომელიც არის ესე იგი პირველი ადამიანი ვენდისის პრეზიდენტის მერე, ანუ ეს სტრუქტურა ესეთი არის, ვენდის პრეზიდენტი, მერია პრეზიდენტი USA და პრეზიდენტ ინტერნეშნალი, ანუ საერთაშორისო ბაზრის მთელი პრეზიდენტი და CEO არის და ვარი ესეთის არის, რომ პრეზიდენტ ინტერნეშნალს უნდა საქართველოს ჩამოსვლა რაღაცა ჩამოდის, აი 5 შაბათს ზარი არის და 2 შაბათს ჩამოდის, დაახლოებით ეგეთი short notice იყო და ბოდიშო რომ ესე რაღაცა ძალიან მოკლე დროში გირეკავ თუ ეგრეო არ ხდება არასდროსო ჩვენ 2-3 თვით ადრე გეგმავთო მაგ ვიზიტებსო, მაგრამ იმდენად მოეწონაო თქვენი digital ეკოსისტემაო და ეს თქვენი შედეგებიო, რომ რაღაც სხვა ქვეყანაში ქონდა დაგეგმილი ჩასვლაო, მაგრამ გადაწყვიტა რომ საქართველოს ჩამოვიდეს და როგორც წელიწადში ჩადის ერთან მაქსიმუმ 2 ქვეყანაში ამ showcase-ისთვის, რომ რაღაცა franchise შეხვდეს და გადაწყვიტა რომ საქართველოს ჩამოვიდეს, რომ შეხედავ თქვენ ციფრებსო და ამ ზრდის დინამიკასო და ამ digital ეკოსისტემას თქვენთან უნდა ჩამოსვლაო და ხო შეძლებთ რომ უმასპინძლოთ. მეთქი რომელ საათზე ჩამოფრინდება დავხვდებით აეროპორტში. და ჩამოვიდა, ჩამოიყვანა თავისი IT-ის ვიცე-პრეზიდენტი, IT-ის ხალხი ჩამოიყვანა და დაათვალიერეს მთელი ეს ეკოსისტემა, მობილური აპლიკაცია, self-ordering კიოსკები და ასე შემდეგ და რა ვიცი უბედნიერეს წავიდნენ და ამ კაცმა პრეზიდენტმა EJ ვუნშარი ესეთი რომელიც დიდი ხანია ვენდისში მუშაობს 10 წელზე მეტი არის მანამდე PG-ში იყო ძალიან დიდი ხანი და ძალიან დიდ პოზიციაზე იყო PG-ში Procter & Gamble-ში ამერიკაში მაგრამ საქართველოს ზოგადად ეს digital ეკოსისტემა რაც თქვენ გაქვთ და თქვენი ეს ციფრები არის ჩემთვის showcase და მე ყოველთვის ხა სხვადასხვა ბაზარს სადაც მოხდები ვილაპარაკებ თქვენზე რომ აი ესეთი მაგარი რაღაცა გააკეთეთ რა და ეს იყო აი convention-ამდე ალბათ რაღაცე 1 თვენახევრით ადრე რა ეხლა აი ძალიან მართლა ეს არ არის მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია როგორც კომპანიის წარმატება ეს მივიღეთ როგორც ქვეყნის წარმატება იმიტომ რომ შეუძლებელია ეხლა იაპონიას, ავსტრალიას ბევრ რაღაცაში ვჯობდეთ. არა გვაქვს ეგეთი ბევრი შესახები, როდესაც ამ რაღაცა ციფრებში აისახა ის, რომ ჩვენი შრომა როგორ ვაჯობეთ 50 ქვეყანაში თუ 100 ქვეყანაში ყველაზე პირველები ჩვენ რო ვიყავით და როგორ მაგათ სასიამოვნო იყო, სასიამოვნო იმის გამო, რომ ეს შედეგი იმ შრომისა, რაც ჩვენ გავწიეთ. არა მარტო თლიანად კომპანიამ გაწია, ხო და ამდენ ქვეყანა მართლა იაპონიას რო ციფრულ ტრანსფორმაციაში აჯობებ, მაგარია ძალიან და ის რო გეკითხებიან რომ რაღაც. ხო ეს არ არის, მაგრამ კიოსკი ის ხო არ არის რაღაც მარტო რაღაცა შეუკვეთოს, ეგ მთელი ლოგიკა დევს რომ როგორ შეუკვეთოს, რა დაამატოს, სწრაფად შეუკვეთოს, სიამოვნება მიიღოს შეკვეთისგან და ეს ყველაფერი მთელი რაღაცა ფილოსოფია. იქ რო გავარო ვირჩევ რაღაც კონკრეტულ მენიუს დავაწობი, მე შეგმით რო კიდე მთავაზობს რომ ხო არ გინდა ეს დავამატოთ ეს მე სამოჩემში რო განსაზღვრული რომ 5 ლარს დახარჯავდი და ხარჯავ 10 ლარს. მე ბედნიერი ვარ მაგას. ხო ეგ არის თავი. ამ convention-ზე რა იყო, იცი? ეხა გარდა იმისა, რომ იქ ჩადიხარ და ამ გამოცდილებას უზიარებ და რაღაც პანელზე გამოდიხარ და სპიკერი ხარ. კაი გაგებით პანელზე გამოდიხარ და სპიკერი ხარ. კიდე იქ ჩადის რესტორნის თანამშრომლები რა. და ესეთ ნომინაცია Top GM. ანუ საუკეთესო რესტორნის საუკეთესო მენეჯერი, GM არის General Manager რესტორნის და
წელს გარდა იმისა, რომ ჯილდოები ავიღეთ, საქართველოსდან წაიყვანეს 2 top GM-ი. ანუ 2 რესტორნის general manager-მა გაიმარჯვა ამ ნომინაციაში და აქამდე არ ყოფილა, რომ ერთი ქვეყნიდან 2 ერთდროულად წასულიყო, მაგრამ ისეთი კარგი ციფრები ქონდა ამ რესტორნებს, food safety შემოწმება, რეალიზაციის ზრდები, მომხმარე voice of customer არის ესეთი ის რა, ანუ მომხმარებელი რომ მოვა და რაღაც იყიდის, მერე ჩეკს აძლევენ, ჩეკს გადმოატრიალებ, ასკანერებ და ფიდბექს აძლევ, როგორ მოგეწონა სერვისი და იმდენად კარგი ფიდბექები ქონდა, თან ეს ციფრები ზრდის ისეთი კარგი იყო, რომ ვერ გადაწყვიტეს ერთი წაიყვანა თუ მეორე და მოდი ორივე წავიყვანოთ, რა წელსო ეს წესი შევცვალოთ და საქართველოს წაიყვანეს 2 top GM-ი. აქამდე მართლა არ ყოფილა და ესენიც ეს კიდე ფაქტიურად მეოთხე ჯილდო იყო იმ წარმატების აღიარების, რომ 2 რესტორანი გახდა, წარმოგიდგენთ ხა ინდოეთში არის 250 ვენდის რესტორანი. და იქედან ერთი იყო და ჩვენ 21 რესტორნიდან 2 ჩავიდა იმ convention-ზე რა. და ეგეთი ძალიან მაგარია. მე кайფენი რომ დიდი ჩანთი წავედი დუბაიში ვაპირებდი იმით მარტო ნოუთბუქის ჩანთი წასვლას და კიდე დიდი ჩანთი წავიღე, იმიტომ იმდენ ჯილდო იყო რომ იმას ვერ წამოვიღებდი ეს. ხელვარგით ვერ წამოვიღებდი. ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა ესეთ კითხვა დამესვა უფრო ალბათ ისე მარკეტინგულ კომუნიკაციებს ეხება ეს ნაწილი. ჩვენ ყავს პარტნიორი ალმა, რომელსაც აქვს ჩვენ პოდკასტში რაღაც ესეთი კითხვა. თუ რა როლი აქვს კონკრეტულად ბრენდებისთვის გარე რეკლამას და თქვენ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა ამ ნაწილში რა როლი უკავია, იმიტომ რომ ეხა ბევრჯერ ახსენეთ უკვე ბილბორდები, რაღაცა გარე რეკლამის კომუნიკაცია და საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამასთან, ამ მედიუმთან დაკავშირებით. იცი რა არის ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ციფრები არის მნიშვნელოვანი რა ნებისმიერი ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით გარე რეკლამა ერთ-ერთ ძირითად საკომუნიკაციო არხად რჩება. იმიტომ რომ ძალიან მარტივად აღიქვამს ადამიანი ახლობით დღეში ადამიანი 3000-ზე მეტ მესიჯს იღებს რა. დილით რო იბრძებ დღის განმავლობაში მოკლედ 3000-ზე მეტ მესიჯს იღებ და მე ჩვენი აპლიკაციიდან დღეს უკვე 2 მესიჯი მომივიდა. არა, ამ შემთხვევაში შედის აი ყველაფერი სადაც არ უნდა გაიხედო და აი ამ ნაწილში push-ზე. ამ ნაწილში დაახლოებით მე როგორც ვიცი მეტი რაღაც 50%-ზე მეტი აუდიტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ როგორც სტატიკურს, ასევე გარე ეკრანებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხად რჩება სოფლიოში და საქართველოშიც და ამის დასტურია ის აქტივობა, რომელიც ამ ბიზნესში სახეზე არის და ყველა კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხი არის. რა თქმა უნდა, შედარებით თანხებთანაც არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან კარგი პროდუქტი დადო ალმას გუნდმა ყოველთვის იყო კითხვის ნიშანი, რომ რამდენ ადამიანს წუდება ესე თუ ის ბანერი და ესე თუ ის მონიტორი და დღეს ეგ ციფრებიც გვაქვს, რომ ვიცოდეთ, რომ ესე თუ ის მონიტორი თუ ესე თუ ის ბილბორდი ამა და ამ დღის ნაწილში აი ამდენ ადამიანს წუდება და ამდენ impressions აგროვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერი აღქმაზე არის, იყო აქამდე, რომ ეს კაი ადგილია, საცობია, შუქნიშანია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა ეს ციფრებიც არის თან და მადლობა მათ, იმიტომ რომ ყოველთვის ისე იყო, რომ სუბიექტურ აღქმაზე იყო. დამოკიდებული. საერთოდ შორის ეხლა ჩვენც ხო სანამ ეს ანალიტიკა იქნებოდა ხელმისაწვდომი ალმასგან, რაღაცებს ჩვენ ხო ტესტავდით, ლედზე მაგალითად რაღაცა პროდუქტს გავუშვებ. მე გააჩერებ რა და აი ეს გაშვება ზრდის რეალიზაციებს გაჩერება აკლებს. მაინც შედეგი ქონდა რასაკვირველი ხა.
ლედები. რამდენი მონიტორი გვაქვს ჩვენ ალმასი, ბევრი ხო? ერთი თითქმის 50 მონიტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. და თბილისი, ბათუმი არის ძირითადი. და უფრო სეილურ კონტენტს აკეთებთ მან არა მარტო გააჩნია პროდუქტიც, სიახლე, ბრენდი, ყველაფერი და მოქმედებს რა. ანუ იქ ლედზე რაღაც რო აღარ ატრიალებ, იმ პროდუქტს მე რეალიზაცია რაოდენობაში აკდება. რო დაატრიალებ ესდება და რა იმაშია, აი ეს თქვენი გამოცდილებით, აი თქვათ მონიტორზე გავუშვი რაღაც პროდუქტის პრომოუშენი, ანუ რამე პერიოდი ჭირდება, რომ ეს გაჯდეს კომუნიკაციაში თუ აი მალე ისახება. პროდუქტს გააჩნია. იდეაში რა არის? კარგი არის ყველაფერი რო ქონდეს. აი ამ ყველაფერს თავისი წონები აქვს. ესე უნდა შევხედოთ. მარტო აუტორზე გაუშვა რაღაცა არ მუშაობს არასოდეს. ანუ რაც channel mix რასაც ვეძახით, ეგ როგორ დაიმიქსება ყველა channel-ში, მაგრამ აი ამ თლიან სურათში ერთ-ერთი დიდი პორცია უჭირავს აუტორს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ზრდის ცნობადობას, ძალიან სწრაფად, მაგრამ იმ ცნობადობას შემდეგ სახში რომ მივა ის ადამიანი თუ ტელეფონს რო აიღებს და იქ არ დაახოდრებ. ფაქტობრივად ანახევრებ იმის ეფექტს. მაგრამ თლიანად რო წარმოვიდგინოთ, აუტორს ძალიან მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელოვან დროს გარეთ ვატარებთ და არ ვატარებთ ტელეფონთან, ხო? ტელეფონთანაც ვატარებთ, კომპიუტერთანაც ვატარებთ, შეიძლება ტელევიზორის წინაც ვატარებდეთ, მაგრამ გარეთ დავდივართ, აი ამ გარეთ სიარულში ზუსტად აუტორია ესეთი რომელიც სტატიკური ბილბორდი ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ეხა სადაც გვაქვს ვენდის რესტორნები ან თუნდაც საბოისა დანკინის რესტორნები, რაღაც რაოდენობა სტატიკაც გვაქვს იქ აღებული და დრაივი არის, თქვათ, კოსმონავტების სანაპიროზე, ანუ მარჯვენა სანაპიროზე. საბოისთვის, ელიავას ხარეს, ვენდისისთვის და მუშაობს რა. მოგანდომოს უნდა გზაზე რომ ხوار შევიდე. რესტორნამდე ნამდვილად მოქმედებს ეგ რო აი მან რამე ესეთი პრაქტიკა არსებობს საერთაშორისო რაღაც აუცილებლად ბურგერი უნდა ჩანდეს რომ რაღაც ვიზუალური არ არის აუცილებელი ბურგერი ჩანდეს დაგათრიეროს ნუ ალბათ გააჩნია ცვლი კონტენტს ყოველთვის სასურველია რომ პროდუქტიც ჩანდეს მაგრამ ზოგჯერ არის რაღაცა როდესაც უბრალოდ მესიჯი არის მნიშვნელოვანი რომ მიიტანო მაგრამ ნუ სტრაფი იმპულსური გადაწყვეტილები ხო იმპულსური გადაწყვეტილების მისაღებად ალბათ უფრო მაინც მეტი წილი მაინც პროდუქტზე მოდის რომ ახლოდან გემრიელი პროდუქტი ჩანდეს რა. ხო ხა ბურგერი რო ჩანს და ყველი соуსი რო ჩანს და ფრი ან პიცა ვენდისის ის არის. ხო. ცხადია რო შეხედავ და რო გაგახსენდა რომ იქ 200 მეტრში დოლიძის რესტორანში შეგიძლია დრაივით შეიარო და ეს ყველაფერი, რა ვიცი, 2 წუთში აიღო ჩართავ მოხვევის სიმსიმას მარჯვნივ გადახვალ დოლიძეზე შეივლი დრაივში ამ ყველაფერს აიღებ. ან იქეთ სანაპიროზე გალაქტიონის ხიდის მერე გალაქტიონის ხიდი ან ავტობანზე რომ მიდიხარ ან ავტობანზე გორში და ასე შემდეგ. მოკლედ შიერი არ დარჩები. შიერი არ დარჩები. თავია როგორც კი მოგშივდება ბილბორდი იქვე შენს თვალწინ გაჩნდეს და გითხრას რომ მე ვენდი აქ ვარ, რასაკვირველია ვენდისი, რასაკვირველია ჩემთან, რასაკვირველია დოლიძის დრაივზე და ასე შემდეგ. ოკეი. ან წინასწარ შევუკეთავ აპლიკაციით და სადაც შევუკეთავ აპლიკაციით. მოკლედ ბევრი ხო შესაძლო მე მინდა ბოლოსკენ დავსვა ესეთი შეკითხვა, რასაც სხვებსაც ვეკითხები ხოლმე, ზოგადად სამომავლო გეგმებზე რა, მარკეტინგულად ერთია რა გზა გაიარეთ და რა წარსული გამოცდილება გაქვთ მემორიალი, საით იყურებით და რას აპირებთ და ძალიან საინტერესოა შეიძლება ეს ყველაფერი ღიად არ გააჟღეროთ, იმიტომ რომ 1000 კონკურენტი შეიძლება უყურებდეს ახლა ამ ეპიზოდს და ამიტომ შეძლების დაგვარად რაც გაქვთ დაგეგმილი საინტერესო იქნება და მაგის გაზიარებაც. მე ვიტყვი ერთ რაღაცას რომ ამ ჯილდოებს შორის ერთი მარკეტინგის ჯილდო იყო. და რატო იყო ეს მარკეტინგის ჯილდო? იმიტომ რომ Wendy's International-ი ატარებს ბაზარზე კვლევას, brand health trackers ვეძახით, მოკლედ ამ კვლევას, სადაც ძალიან ბევრი ბრენდის პარამეტრი არის და იმ ბრენდის პარამეტრი ზომავ წლიდან წლამდე, წელიწადში 2-ჯერ მინიმუმ და ნახულობ ბრენდის ჯამური, ესე ვთქვათ, brand equity როგორ იზრდება. მთელ მსოფლიოში არა მარტო ამერიკის მიღმა არა, ამერიკის ჩათვლით მთელ Wendy's-ის ქსელში ერთ-ერთი ქვეყანა ვიყავით,
რომელსაც ნებისმიერ პარამეტრში ქონდა ზრდა. აჰა. ნებისმიერ პარამეტრში. ყველა პარამეტრში ანუ ვაფშე ყველა პარამეტრში. მათემატიკურად ყველა პარამეტრი. ყველა პარამეტრში ქონდა ზრდა. თან ეს ზრდა არ იყო რაღაც პატარა ზრდა, რაღაც იყო ძალიან დიდი ნახტომი და ეხლა მე რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო რაღაც გეგმავთ რომ ეს გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ თუ ასე შემდეგ მე შემიძლია ვთქვა რომ 20-26 წელი ვენდისის შემთხვევაში ძალიან გარდამტეხი იქნება ძალიან რადიკალურ აბიჯებს გადავდგავთ და ეს აბიჯები რადიკალური შეეხება იმას რომ გემოს კამპანიებს ასე შემდეგ ყველა გაყიდვების არხის მიმართულებით მაგრამ ჩვენი ამომავალი წერტილი მაინც ის არის თუ საუნა მივიდეთ და რაღაცა გავაზომოთ ერთი არის რა თქმა უნდა სეილი და ტრანზაქცია გაყიდვები და ტრანზაქცია მაგრამ მეორე არის ის საიმიჯო პარამეტრები რადგან ესეთი თამასა ავწიეთ ჩვენ რომ მთელ სოფლიოში ყველა პარამეტრი გვაქვს ძალიან გაუმჯობესებული შემდეგ წელსაც გვინდა რომ შემდეგ წელსაც აქ თუ მოვალთ მე და გივი ვთქვათ რომ წელსაც იგივე რაღაც რეკორდი გავამეორეთ რა. ეს ჯილდოც ზუსტად მაგის ნიშანი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ეს ჯილდო ჩვენთვის არ მოეცეთ, იმიტომ რომ ნუ გაზომვადი ვერავინ ვერ მოვიდა ჩვენამდე და მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ არის რაღაცა სიხარულის მომენტი ამას ახლავს, მაგრამ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც თან ახლავს, იმიტომ რომ თავარია სიმაღლე უნდა შეინარჩუნო ერთ სახელობა, ხო, მე ჩამოსვა და რა არის ამ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოწვევა, ესე რომ ვთქვათ. გამოწვევები ძალიან ბევრი არის. გამოწვევები ბევრი არის. ხო, ერთი არ არსებობს. ბევრი მაკრო და მიკროეკონომიკური ფაქტორები მოქმედებს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცის პირობითად კურსის ცვლილების გამო შენ მოგიწევს რაღაცა პროდუქტებზე ისეთი ფასების ზრდა, რომ ავტომატურად მომხმარებლის უკმაყოფილებას იღებ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. პირობითად ეს ერთ-ერთი ვთქვი, რომელზეც შენ არ აქვს გავლენა. თუმცა, ხო, გამოწვევების გარეშე არ არსებობს არაფერი, მაგრამ თავარი გამოწვევა შეიძლება ეს თქვათ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ის წერტილი, სადაც მივდივართ. თუ ეს არა გვაქვს, ეგ უკვე თლიანი გამოწვევაა, რომ რაღაცა არ ვიცით, საერთოდ უნდა წავიდეთ. თავარი გამოწვევა არის იყოს რაღაცა ავიღოთ ერთი წერტილი, ერთი მიზანი, რომელსაც ყველას ამ მიზნისკენ სწორება ექნება და აი ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ აი ამ მიზნისკენ ყველა გავერთიანდეთ. როდესაც ამ მიზნისკენ ყველა ერთიანდება, მერე უკვე ეს დიდი მანქანაც ისე უნდა აეწყოს, რომ ამ მიზნისკენ დაიწყოს ყველამ ერთიანი სიარული. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა. იმ გამოწვევებს რა ვიცი, სად არ არსებობს გამოწვევა და მაგისტვის ხართ რომ ხო, მაგისტვის, ხო, ნუ ახლა თუ იდეალურ სამყაროში ჩვენ არ ვიქნებოდით საჭიროებად, თავისით იქნებოდა ყველაფერი. იგივე რა სიტყვაში. ხო, გამოწვევა ნამდვილად ბევრი არის, გეგმებს რაც შეეხება, ეხა კომპანია ვითარდება, იზრდება 26-ში მინიმუმ 2 ახალ ვენდის გავხსნით ორივეს თბილისში. ძალიან კარგ ადგილას იქნება სხვათა შორის ორივე. ძირითადი გეგმები 26-ის არის ბრენდის საიმიჯო კამპანიის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ 25-ში და ეს გაგრძელდება ორგანულად 26-ში. რომ მომხმარებელს ყოველ გახსენებაზე რაღაცა გემრიელი ფრეშ საჭმელის ბურგერის გახსენებაზე პირველი ვენდისი დაუდგეს თვალწინ, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის. და ჩვენ ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ. დანარჩენი ხა იქნება 26-ი როგორც პროდუქტის ნაწილში მარკეტინგის კამპანიის გაშლა, ასევე ბრენდის ნაწილში მარკეტინგის კამპანიის გაშლა. მარკეტინგი არ არის მარტო პროდუქტი და ბრენდი, იგივე წარმატებით ლექსო აკეთებს HR კამპანიის მარკეტინგულ აკომპანიმენტს, იმიტომ რომ თავარი გამოწვევა მაინც ადამიანები არის და ეს ყველა რიტეილ ინდუსტრიის ყველა მოთამაშისთვის გამოწვევა არის და მაგალითად 10 წლის წინ ადამიანი თუ ეძებდა სამსახურს, დღეს კომპანია ეძებს
თანამშრომელს რა. დღეს საერთოდ შეიცვალა ყველაფერი და შენი კომპანია უნდა გახადო მიმზიდველი იმისთვის, რომ ადამიანი შენთან მოვიდეს და იმუშაოს. მარტო ხელფასი არ არის, მარტო ხელფასი გადამწყვეტი აღარ არის რა. ძალიან ბევრი რამე არის. გარემო, ღირებულებები და ის რომ ჩვენ ამერიკული კომპანია ვართ, სამივე ბრენდი ძალიან კარგად მუშაობს ამ ნაწილში. ეს თავისუფლების ღირებულება, ამერიკული პრინციპები, ამერიკული ღირებულებები ძალიან კარგად მუშაობს, გვეხმარება ამაში, მაგრამ ამას უნდა თავისი მარკეტინგული აკომპანიმენტი გაშლა, რომ მეტმა ადამიანმა ეს გაიგოს. ჩვენი იცი რა არის, ზოგადად ამერიკულ ბრენდებთან მუშაობისას რესტორანში შევხვდები ეს წარმატება საიდან ხვდათ წილად რა, იმიტომ რომ აი იმ სტანდარტებს, როდესაც რესტორანში ნახო, რა სტანდარტები არის დანერგილი, ხო? ის ადამიანი რომ მოდის პირობითად სტუდენტი, ან ვინც არ უნდა იყოს, როდესაც ამასთან შეხება აქვს, ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი რაც არის, როცა ხედავს რომ აი ეს სტანდარტები არის საფუძველი იმისა თუ რა თუ არის წარმატება. ის მერე სადაც არ უნდა წავიდეს, მერე უკვე იმან იცის, რომ რაღაცა ქაოტურობის გამო რაღაცა ვერ გაკეთდება. ყველაფერს თავისი წესები აქვს, სტანდარტები აქვს და აი ამ ყველაფრის დაცვამ, ერთობლიობამ საფუძველი ჩაუყარა რაღაცა დიდი კომპანიების წარმატებას. და ჩვენ ეს ხელში გვიჭირავს Dunkin-ის, Subway-ის და Wendy's შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთან მოსული ადამიანი ისეთ რაღაცას სწავლობს სხვაგან, რომელსაც შეიძლება ვერ ისწავლოს, იმიტომ რომ ეს სტანდარტები ამერიკიდან ჩვენ პირდაპირ განვახორციელებთ და გუნდში და ამასთან ხელშემხებლობა აქვს რა. ამას რო ისწავლის ადამიანი, რო გაიგებს, მე სადაც არ უნდა წავიდეს, უკვე ავტომატურად ქვეცნობიერად მან უკვე იცის. ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობს, დისციპლინა არის, food safety სტანდარტები, შრომის სტანდარტები, უსაფრთხოების სტანდარტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობს, ძალიან მცირე ვადაში. კომპრომისზე რო არ უნდა წახვიდე რაღაცაზე, ზუსტად ეგ არის თავი. აქ ჩვენ კომპრომისზე არ მიდივართ ძალიან ბევრ რაღაცაზე, რასაც შეიძლება თუ რაღაცა სხვა კომპანია შეიძლება მოდი თვალი დავხუჭოთ, მაგრამ ჩვენ არ ხუჭავთ ხარისხზე თვალს, ვერ ხუჭავთ. და ეს ყველაფერი ერთობლიობაში მე ადამიანებიც სწავლობენ და ადამიანებიც ჩვენთან ერთად იზრდებიან, ჩვენც მათ შორის. ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი მიმართულებით მოვისმინე, მოკლედ, ძალიან საინტერესო აზრები. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სტუმრობისთვის, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის, ვინც ჩვენს პოდკასტს უყურებს, იქნება ეს შთამაგონებელი და საინტერესო. არ ვიცი, დაგვიწერეთ კომენტარები, მეგობრებო, თუ რამე კითხვა გექნებათ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, ან თუნდაც შემდეგ ეპიზოდებში რა გავითვალისწინოთ. მადლობა სტუმრობისთვის. დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს.